პუტინის გზავნილი და თბილისის პასუხი უნდა შეხვდნენ თუ არა საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები რუსეთის პრეზიდენტს. ამ თემაზე უმრავლესობაში არაერთგვაროვანი პოზიციებია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს შეხვედრა იმ შემთხვევაში შედგება, თუ საქართველოს დაინტერესება იქნება. ამ ეტაპზე კი ხელისუფლებაში მოლაპარაკებების დასაწყებად აუცილებელ პირობებს ვერ ხედავენ. შეხვედრისთვის კონკრეტული მოთხოვნები აქვს ქვეყნის პრეზიდენტსაც. საქართველოს პრეზიდენტი მზადაა ვლადიმერ პუტინის წინადადება მიიღოს მხოლოდ გარკვეული პირობებით. რუსეთის პრეზიდენტთან საქართველოს პირველი პირის შეხვედრა იმ შემთხვევაში შედგება, თუ კი მოლაპარაკების დღის წესრიგში ყველაზე მტკივნეული საკითხები შევა. დეოკუპაცია, დევნილების დაბრუნება, აფხაზეთთან და ოსეთთან ხელშეკრულება, თუ ამ საკითხებზე იქნება საუბარი, პრეზიდენტი მზად არის. საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე თავისი პოზიცია არ გამოუხატავს. რუსეთის ლიდერის შეთავაზებაზე ღარიბაშვილის კაბინეტის წევრები საუბრობდნენ. მთავრობაში განსხვავებული პოზიციებია. მე რომ არ მელოდება ზუსტად ვიცი, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მაღალ პირებს, თუ კი შედგება ეს შეხვედრა, მთავარი უნდა იყოს საქართველოს ინტერესები და ის პრობლემები, რაც ჩვენ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო გვაქვს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე ამ თემაზე არ მუშაობს. მე ვისურვებდი, რომ ჯერ ერთი მოსკოვიდან ყოფილიყო ისეთი მესიჯები, რომლებიც არ შეეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. მე მივესალმები იმას, თუ უახლოეს მომავალში მოხდება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან. ზურაბ აბაშიძის ფორმატში იცით თქვენ კარასინთან შეხვედრების ფორმატში უნდა მოხდეს განხილვა. თავად ზურაბ აბაშიძე კი ფიქრობს, რომ ასეთ შეხვედრას სერიოზული მომზადება ჭირდება. უნდა დაზუსტდეს, სად შედგება ასეთი შეხვედრა, როდის, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმ საკითხების განხილვა, რომლებიც დაკავშირებულია ყველაზე მწვავე თემებთან. ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას სკეპტიკურად უყურებს საპარლამენტო ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებაში არათანამიმდევრული პოლიტიკის გამო აკრიტიკებს. თუ ხელისუფლებას დარჩენილი აქვს ოდნავი, პრაგმატული და საღი აზრი და ოდნავი პატრიოტიზმი, რა თქმა უნდა, ის ამ შეთავაზებაზე არ უნდა წავიდეს, ვინაიდან ეს არის ტიპიური რუსული სტილი. ერთი ხელით გვართმევს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ცხინვალის რეგიონს, ხოლო მეორე ხელით ვითომ არაფერი არ ხდება, გვეპატიჟება სასაუბროდ. ჩვენი ხელისუფლება ინფორმაში დღეს იმყოფება ამ ხედვის გარეშე, პრინციპების გარეშე, ღირებულებების გარეშე, ნამდვილად არ არის მზად ასეთი ტიპის შეხვედრისთვის, სადაც მე არ წარმოვიდგენია, რომ ამ პრემიერ-მინისტრი, ამ პრეზიდენტი დღევანდელი საქართველოსი პრინციპულად დაიცავს პოზიციებს პუტინის პირისპირ. ვლადიმერ პუტინმა საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების პირებთან შეხვედრის სურვილი გუშინ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე გამოთქვა. პირველად კი რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს ახალ ლიდერებთან დიალოგზე სოჭის ოლიმპიადის დროს ისაუბრა.